რუსეთის მთავარი სანიტრის შეშფოთების საგანი და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ამერიკელი რესპუბლიკელის რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. გენადი ონიშენკომ არაერთხელ გააგვიტიგა. მოსკოვში ფიქრობენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე ლაბორატორია რუსეთს საფრთხეს უქმნის. ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყებამაც გააკეთა. ლუგარის ცენტრით არხი რასიაც დაინტერესდა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიაზე ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს. ლუგარის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ჟურნალისტებისთვის დღეს ღიაკარის დღე გამართა. მართა არდაშელია დეტალებით. ლუგარის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გენომის ლაბორატორია ერთ-ერთია იმ 7-დან, სადაც პირველი შეხედვით მარტივ პროცედურებს ატარებენ. ეს განყოფილება ყველაზე მოდერნიზებულია, თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ლაბორატორიის სპეციალისტი ყოველდღიური რუტინული სამსახურის შედეგებს რთული სამეცნიერო ენით გვიხსნის. რესტრიქციას უდევთ აემდენებს, აი ამ მოწყობილების საშუალებით. შემდეგ ხდება აი ამ ფრაგმენტების ანალიზი და შემდეგ უკვე ვაკეთებ სეკვენირებას. სეკვენირება ძირითადად ხდება ნათესაობის ძეგლის, ესე ვთქვათ, კავშირის დასადგენად ამათივე ინფექციური პათოგენის შტამებს შორის. ლუგარის ცენტრში ასევე ვირუსებისა და ბაქტერიების ეროვნული საცავი მდებარეობს. ამ ეტაპზე ლაბორატორიაში ამერიკელი, ბრიტანელი და გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ. მალე მეცნიერთა ინტერნაციონალურ სიას რუსეთიც შეემატება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიაში ვაშინგტონმა $100 მილიონი დახარჯა. გახსნის ცერემონიას რიჩარდ ლუგარი დაესწრო. მას თან ახლდა პენტაგონის წარმომადგენელი ბირთვული ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით. ლაბორატორიის ხელმძღვანელად ანა ჟვანია დაინიშნა, რომელიც 2008 წლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 3 თვის წინ ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს გადასცა. მენეჯერი იყო და ერთი ის იყო რა მშენებლობის და გაწყობის პერიოდში, თორემ მაშინ არ მუშაობდა ეს ლაბორატორია თავისი ასე ვთქვათ პირდაპირ დანიშნულებით და ასე რომ არაფერი პრობლემა ახლა მენეჯერი შეიძლება იყოს აბსოლუტურად თავარი რომ მეცნიერები აქ მუშაობენ, ისინი იმართმეციან თავის საქმეს. გახსნისთანავე ლაბორატორია რუსეთის კრიტიკის საგანი გახდა. თემას აქტუალობა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც არ დაუკარგავს. პრეტენზიები ჯერ გენადი ონიშენკომ გამოთქვა, შემდეგ კი შეშფოთება საგარეო საქმეთა უწყებამ დააფიქსირა. ახლოს ვიცნობ ბატონ გენადი ონიშენკო ჩვენ ერთი პერიოდი ჯანმრთელობის სამინისტროებში რუსეთში და საქართველოში ერთ პერიოდში მოღვაწეობდით. მე ბევრჯერ შევხვედრივარ მას და შეუთვალე მას, რომ ის გარდა იმისა, რომ არის ძალიან მაღალი დონის ეხლა პოლიტიკური თქვათ იერარქიაზე მყოფი ადამიანი, ის ამ დროს მეცნიერია, გამიგეთ და შეუთვალე, რომ ბატონი გენადი ჩამოგზავნდეთ საქართველოში, ვნახოთ ერთად ეს ლაბორატორია, ერთად დავათვალიეროთ. ცენტრის დირექტორის გზავნილს რუსეთის მთავარი სანიტარი ტელეარხ რასიას მეშვეობით მიიღებს. გადამღები ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც ეთერში სექტემბერში გავა. Нас пригласили, сказали, что вы можете приехать, все посмотреть, никаких. ჩვენ გითხრეს ჩამოდით, ნახეთ, არავითარი საიდუმლო არ არსებობს. საგარეო უწყებას შეშფოთების მიზეზი არ აქვს და არავითარ ბიოლოგიურ იარაღს ჩვენ არ ვამზადებთ. ჩვენ ყველა კითხვაზე გვიპასუხეს და ეს მშვენიერი ახალი ლაბორატორია დაგვათვალიერებინეს. მე არ ვიცი რა ხდება სინამდვილეში, თუმცა ჩვენ და ონიშენკოს შეკითხვებზე პასუხი მივიღეთ. ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გასულ თვეში საქართველოში ამერიკის საელჩო გამოეხმაურა. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ცენტრი არ არის სამხედრო ობიექტი, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობს და ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ. ამ ლაბორატორიას ხშირად საიდუმლოს უწოდებენ, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობა ნებისმიერ ინტერპრეტაციას გამორიცხავს. აქ ასევე არადასტურებენ გავრცელებულ ვერსიებს იმის თაობაზე, თითქოს ლუგარის ცენტრს 3 მიწისქვეშა სართული აქვს, სადაც საიდუმლო კვლევებს ატარებენ. ცენტრის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სპეციალისტები მხოლოდ მეცნიერებით არიან დაკავებულნი. ცენტრში ამბობენ, რომ 2500 კვადრატული მეტრის ფართობის შენობას არც სარდაფი აქვს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.